ტრალალელო ტრალალა შიმპანზინი ბანანინი ბალერინა კაპუჩინა თუ ეს უცნაური სიტყვა შეთანხმებები ჩემგან პირველად გესმით გაიხსენეთ ჩემამდე თქვენი ბავშვებისგან ხوار გსმენიათ ისინი ეს უცნაური მსოფლიო ტრენდი ყველაზე სწორად დასახავს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დასახელებულ გასული წლის მთავარ სიტყვას რომელიც 2024 წლის განწყობასა თუ ტრენდებს საუკეთესოდ ასახავს. წლის სიტყვად ტვინის ლპობა, ანუ brain rot დასახელდა, რაც სოციალური ქსელებისა და უშინაარსო კონტენტის უსასრულო სკროლვის მზარდ ტენდენციას უსვამს ხაზს. მსგავსი ტიპის ზიანთან მიმართებით ყველაზე მოწყვლადები ბავშვები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან ისეთ კონტენტს, რომელიც მათ ასაკს და განვითარების დონეს არ შეესაბამება. ამასთან ერთის კიბერბულინგიც, რაც ინტერნეტით შევიწროებას და დაცინვას გულისხმობს, რაც ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება. უფრო სერიოზული საფრთხეა ონლაინ მტაცებლობა, როცა მოზრდილები ყალბი პროფილებით ბავშვებს უმეგობრდებიან და მათზე ემოციურად და სექსუალურად მანიპულირებენ. დამატებითი რისკია ციფრული წნეხიც, ბავშვი მუდმივად უყურებს სხვების ბრწყინვალე ცხოვრებას და საკუთარ თავს არასრულფასოვნად აღიქვამს. როცა ციფრულ სივრცეში არ არსებობს საზღვრები და კონტროლი, შედეგებიც მძიმეა. ბავშვები კარგავენ რეალურ კონტაქტს, რეალობასთან კონტაქტს, ეჩვევიან მუდმივ აგზნებულ მდგომარეობას, ეზრდებათ შფოთვა, უვითარდებათ ეკრანზე დამოკიდებულება და სხვა არაერთი პრობლემა. როგორ უნდა დავისვათ ბავშვები ციფრულ ჭკვიანი ალგორითმების სამყაროში თემაზე ვიდეოს ციფრული საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი ანზორ მეხრეშვილი გვიპასუხებს. ანზორ, გამარჯობა და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. უნდა კითხოთ პირველ რიგში უნდა გავიმეორო ის კითხვა რაც ახლა შენ წარდგენისას თქვი როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები თუ არსებობს რაიმე ბერკეტი იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ ციფრულ სამყაროზე ალბათ მნიშვნელოვანი და გასთვალისწინებელი ფაქტორია ის რომ ეს ციფრული სამყარო არის გაჯერებული ჭკვიანი ალგორითმებით რომლებიც უკეთ გვიცნობენ ჩვენ ვიდრე ჩვენ ვიცნობთ მათ ხო? ბატონო ძალიან აქტუალური თემაა და კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით ასე თქვა დაინტერესებისთვის. ხო, სანამ გადავალთ იმაზე თუ როგორ დავიცვათ ბავშვები, ალბათ ჯობია ვილაპარაკოთ რა უპირატესობა აქვს ზოგადად ინტერნეტს და დაცვა არ გულისხმობს იმას, რომ მაინც და მაინც შვილებს აუკრძალოთ კონკრეტული სმარტფონების გამოყენება, ინტერნეტის სარგებლობა და ასე შემდეგ. არა, ეხლა დღევანდელ დროში ეს ალბათ შეუძლებელიც არის და ამაზე დროის დახარჯვას არ არსებობს სტერეოტიპი, რომ თუ დაცვა მინდა, მაშინ მოდი აუკრძალო, რაც ხშირ შემთხვევაში საპირისპიროდ მუშაობს. ნამდვილად ეგრეა. ზუსტად ეხლა ვფიქრობდი, ხო როგორ უნდა იპოვა ალბათ უფრო შუალედი ძალიან რთულია იმაში, რომ თან აკრძალო და თან ისე რომ აკრძალული ხილის სინდრომი არ გაუჩინო, რომ პირიქით უფრო ხო, ეგ სინდრომი ალბათ მაინც რაღაც დოზით უჩნდება, უბრალოდ ეს დოზა ასე თქვა შედარებით დაბალი უნდა იყოს და პრინციპში ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება რომ რაც ოქროს შუალედი ვიპოვოთ, ხო? ინტერნეტი საალცახად კარგია, გვეხმარება განვითარებაში, გვეხმარება რა ვიცი, ენის სწავლაში, აბსოლუტურად უსაზღვრო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში, ინფორმაციას გაცლებით მალე ვიღებთ, ვამუშავებთ, უფრო ეფექტიანები ვართ და ასე შემდეგ. დღესდღეობით ხა მე თუ მაგათად პირველი ტელეფონი მქონდა როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში, იმიტომ რომ 20 წლის წინ იყო, ხო? დღეს თქვა ტელეფონი იგივე თუნდაც ჩემს შვილებს აქვთ პირველ მეორე კლასიდან. ხშირ შემთხვევაში ჩემს გარემოცვაში ბაღის ასაკიდან აქვთ ტელეფონი და პრინციპში მათ შორის არის UNICEF-ის კვლევაც, რომელზეც დღეს მათ შორის ფორმულასაც ედო პოსტი არის მაჩვენებელი, რომელიც სტუდენტებში ჩატარდა 24 წლის შემოდგომით. კვლევა მაჩვენა, რომ მათ შორის ციფრულ გარემოში ნავიგაცია, ინფორმაციის მოძიება, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენება შეგვიძლია, ანუ შეუძლიათ სტუდენტებს, შეუძლიათ უფრო დაბალი ასაკის მქონე მოქალაქეებს და ბავშვებს, მაგრამ გამოწვევა არის ის, რომ მათ არ იციან როგორ უნდა დაიცვან თავი ამ სამყაროში, ანუ იგივე რაც კიბერსაფრთხეები, რაც დაკავშირებული არის ამ გარემოსთან, კიბერბულინგი და ასე შემდეგ, სოციალური მედიის ასე თქვა ჰიგიენის ნაწილი, ამ ნაწილში მოკლედ მოვიკოჭოთ. ამ კვლევაში ნათქვამია, რომ სტუდენტებზეა ჩატარებული ეს კვლევა, ვერ აყალიბებენ აზრს, უჭირთ წერა, ნამდვილი და qalbi ამბების გარჩევა. ხო, ეს მეორე საკითხი, როგორ გავარჩიოთ უკვე qalbi და ნამდვილი ამბავი. მაგ კვლევაში მეტი ინფორმაციაც იყო, ვიდრე თქვა მაგ პოსტშია გამოტანილი. დეზინფორმაცია ბავშვებისთვისაც აზიანოა, იმიტომ რომ აქტიურად მიუწვდებათ ხელი დეზინფორმაციასთან. რა თქმა უნდა. ხო, რა საფრთხეები გველოდება ჩვენს მათ შორის და უბრალოდ რატო ვამახვილებთ ყურადღებას ბავშვზე, იმიტომ რომ შედარებით უფრო დაუცველია, ფსიქოლოგიურად თქვა ჩამოყალიბებული არ არის, მეტი ნდობა აქვს პირობითად გარშემოყოფების მიმართ და ასე შემდეგ, ხო? რა საფრთხეებს ველოდებით? პირველი სად ხდებოდა ჩვენი ბულინგი ჩვენ ბავშვობაში, ხო? პირველად ხდებოდა უბანში, ქუჩაში, დღეს ამან ნუ სკოლა დღესაც არის, ხო? დღეს ამ გარემომ გადაინაცვლა გარკვეულწილად ციფრულ გარემოში. თუ ბავშვს აქვს უკონტროლოდ გამოყენების შესაძლებლობა რომ გამოიყენოს თქვა სხვადასხვა სოციალური პლატფორმა, აქვს Instagram-ი, Facebook-ი,
TikTok-ი თამაშობს სხვადასხვა ტიპის ონლაინ თამაშებს არა ლოკალურ კომპიუტერში, არამედ რაღაც ერთიან სერვერზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. იგივე რაღაც Roblox-ი, რომელიც სხვადასხვა ტიპის თემატიკის მქონე თამაშებს აერთიანებს და ასე შემდეგ. მას ურთიერთობა აქვს მილიონობით პირობითად შეგვიძლია თქვა მილიონობით სხვადასხვა ტიპის შეხედულობის. იქნება რომ ადამიანებთან შეიძლება უბრალოდ დიალოგიც კი წარმართოს და თან ისეთი დიალოგი, რომელსაც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ და იყოს თქვა მისი ფსიქიკისთვის ეს რთულად გადამუშავებადი ასე. იგივე ლევონმა რაც ახსენა, ხო, ანუ უყურებს პირობითად სხვის ლაქშერი ცხოვრებას და თვითონ რო არ აქვს იგივე, ასე ვთქვათ, მასზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. ის შეიძლება გაწევრიანებული იყოს სხვადასხვა ტიპის, თქვათ, Facebook ჯგუფებში, სადაც ხდება თანატოლების მიმართ ერთმანეთის ბულინგი, დაცინვა, შეურაცხყოფის მიყენება, სხვის ნაკალზე ყურადღების გამახვილება და ასე შემდეგ და მათ შორის შეიძლება ჩვენი შვილები გახდნენ ასეთი დაცინვის და ბულინგის მსხვერპლი, რომელიც თუ ბავშვი მე ჩვენთან ამაზე კომუნიკაციას არ ახდენს, მასში შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ანუ ის ხდება, ასე ვთქვათ, გულჩათხრობილი, ასე ვთქვათ, ნაკლებად დადის სკოლაში, ნაკლებად ხარისხიანად სწავლობს, თვითონ იწყებს უკვე სხვის ბულინგს, იმიტომ რომ თავი დაიცვას გარკვეულწილად და ასე შემდეგ. ან შეიძლება უბრალოდ თავიც კი აარიდოს ზოგადად ინტერნეტ სივრცესთან მიახლოებასაც კი ასეთი რეაქცია შეიძლება მას ჰქონდეს. როგორც მშობელმა მინდა გკითხოთ, ხო? როგორც მშობელმა მინდა გკითხოთ, უნდა ვესაუბროთ თუ არა კიბერბულინგზე, კიბერუსაფრთხოებაზე და რა, ხო, როგორ უნდა მივაწოდოთ მას ინფორმაცია, რომ იქაც შეიძლება არსებობს. ეხლა ჩემი შვილი 6 წლის ბავშვთან არ ვიცი რა საუბრობენ და რა რისკებზე შეიძლება ვლაპარაკი, მე ერთ-ერთი რასაც ვახერხებ კონტენტის გაფილტრაზე ველაპარაკები და შევთანხმდით რომ რაღაც სისულელეები დავარქვით იმას რის უყურებაც მე არ მინდა და ხანდახან თხოვს რომ შეიძლება ცოტა ხანი სისულელეებს მაგალითად YouTube შორტებია. ჩემთან ერთად თუ იქნები ხო აი YouTube-ზე რაღაცა დიდების YouTube-ს ეძახეს, სადაც ის რომ მისთვის საინტერესო კონტენტი არ არის წესით. უბრალოდ მას ვეუბნები რომ ჩემთან ერთად როცა იქნები ერთად რაღაცები ვნახოთ, რომ მიხვდეს რომ რაღაცა, იმიტომ რომ თითქოს სულ აკრძალვა ვიფიქრე რომ 6 წლის არის. რა საკიდან უნდა დავიწყოთ ცოტა უფრო რისკებზე ლაპარაკი და რა მასშტაბით ალბათ. ხო, მოდი მაშინ გადავიდეთ რეკომენდაციებზე. ხო, ანუ ის რასაც თქვენ ამბობთ, არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური და სწორი გამოსავალი, ანუ კომუნიკაცია ბავშვთან იმ მომენტიდან, როცა მას უკვე smartphone მივეცი და მივეცი საშუალება, რომ ინტერნეტში ნავიგაცია დაიწყოს. შეიძლება მას 6 წლის ასაკში ჯერ არ აქვს, თქვა, სოციალური ქსელის აკაუნტები, მაგრამ ის ეგრეთ წოდებულ short-ებს, YouTube-ს, TikTok-ს და ასე შემდეგ ის სკროლავს. ანუ შეიძლება 40 წლის კაცი ვერ იყენებდეს ისე smartphone-ს, როგორც 6 წლის ბავშვი, გეთანხმებით. მასთან სწორი კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ უნდა ვესაუბროთ 6 წლისას ვერ დაელაპარაკებ რაღაც კიბერბულინგზე, მაგრამ თამაშით მათ უნდა ავუხსნათ რა არის ცუდი, რა არის ხიხი ასე ვთქვათ, ხო? რა არის კარგი, ნახე როგორი კარგი პერსონაჟია, რაღაც ან ყურადღების გამახვილება კარგზე და ყურადღების გამახვილება იმაზე რა არის ცუდი. ასევე მნიშვნელოვანია ლიმიტი, ანუ რა ლიმიტით ვაძლევთ მას წვდომას ინტერნეტში. შეიძლება ტექნიკურად უზღუდავდეთ მას წვდომას რამდენიმე საათზე მეტი ხნით, შეიძლება ფიზიკურად, როდესაც სახლში ვართ, თქვათ, მაშინ აქვს მოწყობილობა და მხოლოდ მაშინ იყენებს პირობითად. ანუ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა რესურსებზე აქვს ბავშვს წვდომა, რამდენი ხანი აქვს წვდომა, რა აპლიკაციებს იყენებს, ვისთან აქვს კომუნიკაცია, სანამ ის რაღაც დონემდე არ მივა, პირობითად 14-15 წელი. შეიძლება უკვე ბევრია 14-15, მაგრამ პირობითად მე ჩემს შვილებთან ვცდილობ რომ როგორმე მაგ ასაკამდე გავაწურინო ამ კონტროლებს. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შენ შემთხვევაში, ალბათ რომ შენ იცი აპლიკაციები როგორ შეამოწმო და როგორ არიდო რაღაც საფრთხებისგან თავი, მაგრამ მე არ მინდა ჩვენმა საუბარმა ის გამოიწვიოს, რომ მშობლები, რომლებიც ვერ ერკვევიან ტექნოლოგიებში, ყველაფერი ჩაუხსნან ბავშვებს და ყველაფერი აკრძალონ. ესეც ტექნოლოგიებიც არის განვითარების ერთ-ერთი ნაწილი, ხო რეალურად? კი, მაგაზე ვსაუბრობ. დღევანდელი პრინციპში ეთერის მიზანიც ეგ არის, რომ ისეთ ადამიანებთან მივიტანოთ ეს თემა, ვინც არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს და შეიძლება მეც თეორიულად ვიცი და პრაქტიკაში ერთ-ერთი განხორციელება ძალიან ძნელია, მშობლის პერსპექტივიდან რო გითხრა, იმიტომ რომ ყოველთვის მოდის ბავშვიდან უკუ რეაქცია, რომ ჩემ კლასელს აქვს Facebook და მე რატომ მიშლი რომ მქონდეს. მას აქვს TikTok-ის აკაუნტი და მე რატომ მიშლი რომ მქონდეს. ეს არის ძალიან მე კომუნიკაციის პრობლემას ხო არ ართულებს მაგალითად ის, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში არ არის მშობელთა ერთად ჩართული სკოლა და სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ანუ პირობითად ვამბობ ჩემ შვილს ყავარ მე, რომელიც აუხსნის და სხვათა შორის ერთი ახსნა არ არის საკმარისი. ანუ 1 საათიან პირობითად ლექციას რო გავაკეთებ, შეიძლება ერთი თვის მე იგივე თემაზე დაბრუნება მომიწიოს. ამ პროცესს უნდა ჰქონდეს მუდმივი ხანგრძლივი
და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების შედეგი უნდა იყოს შეთანხმების საფუძველზე, რადგან შევთანხმდებით შვილთან, ის უნდა დავიცვათ. მაგრამ რა ქნას იმ ბავშვმა და იმ მშობელმა, ვისაც პირობითად სხვა სფეროში მუშაობს და უბრალოდ არ აქვს ის ცოდნა და გამოცდილება, პირობითად რაც მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მაქვს და ის არ იცის როგორ ელაპარაკოს შვილს. ის ცდილობს რომ კომფორტი შეუქმნას შვილს, მისცეს მოწყობილობა, მან არ იგრძნოს დაჩაგვრულად თავი თანატოლებთან, კლასელებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ამის პარალელურად პირობითად 2 წლის მერე აღმოვაჩენთ, რომ უარეს შედეგები მოიტანა იმან, რომ ასე ვთქვათ თანატოლებთან თანაბრად რო ეგრძნო თავი, ზედმეტი მეტი თავისუფლება შეიძლება მივეცით ამ სივრცეში, ხო? ამ დროს ყველა დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რა თქმა უნდა, სკოლას. სკოლაში არის ვთქვათ გაკვეთილები მე და საზოგადოება რაღაც მსგავსი დასახელებით, სადაც ისწავლება მაგალითად გზაზე გადასვლის წესები, ზოგადად ანუ საზოგადოებაში მოქცევის წესები. მე ვისურვებდი, რომ მათ შორის ციფრულ სამყაროში და ციფრულ საზოგადოებაში ურთიერთობის წესებიც, კიბერჰიგიენის კომპონენტებიც შედიოდეს ამ სასწავლო მასალაში. ამას ჭირდება მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას და მათი დატრეინინგებაც, რაც უკვე განათლების სამინისტროს და სახელმწიფოს პრეროგატივაა და უკვე შემდეგ უკვე დირექცია და ასე ვთქვათ კოლექტივი, სასწავლო კოლექტივი უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პირობითად არის მესამე კლასიდან მაგალითად, პირველი კლასისთვის შეიძლება არ იყოს ეს ეფექტიანი, ან პირობითად მესამე კლასიდან, თუნდაც მეხუთე კლასიდან, როცა პირველი 4 წლები დამთავრდება, ამაზე აქტიური კომუნიკაცია იყოს. ასევე შეიძლება ის, რომ მაგალითად სკოლის დერეფნებში იყოს შესაბამისი პოსტერები, ანიმაციური ესეთი პოსტერები, რომელიც ამახსოვრდება ბავშვს ის დერეფანში დარბის შესვენებაზე და რა ვიცი მეგობრებთან ერთად ერთობა ერთხელ დაინახავს, ორჯერ დაინახავს და ის მე ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა სფეროში არსებობს რაცა good practice, ანუ კარგი პრაქტიკა, რაღაცა კარგი კლინიკური პრაქტიკა, კარგის. ამ მიმართულებით კარგი პრაქტიკა, რასაც ქვია, საერთაშორისო პრაქტიკა როგორია? მაგალითად ხომ არ ფიქრობთ რომ გარკვეულწილად აი ეს რაღაცა სტანდარტიზაცია ყველაფრის ან შეიძლება კონტროლი, იმიტომ რომ ჩვენც ადამიანები ვართ, მშობლების და იმ რეგულაციების მიმღებების ადამიანები რა ხანდახან ცოტა უფრო კიდე ართულებს ვითარებას, ანუ ზედმეტი პანიკის საფუძველს ქმნის მაგალითად, აი პირობითად ეხლა მომიწია უცხოეთში ყოფნა და აი ამ ეს თემა წამოიჭრა და იქ ამობდნენ მშობლები, რომ ცოტა ეხლა აი სოციალიზაციის პრობლემა აქვს ჩემს შვილს, იმიტომ რომ თითქოს ყველაფრის უკვე ეშინია, ყველგან საფრთხეს ხედავს, ინტერნეტში საფრთხეს ხედავს, უცხო ადამიანებს თითქმის აღარ ეკარება, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვობიდან რომ ვასწავლეთ, რომ უცხო ადამიანებთან შეიძლება იყოს რისკი და ამანო თვითონ ღელავდნენ ამაზე, რომ ცოტა გაგვექცა ზედმეტი კონტროლი გამოიწვია ის, რომ უკვე შიშია და სოციალიზაცია უჭირს. როგორია საერთაშორისო გამოცდილება და რა არ უნდა გავიმეოროთ ჩვენ, რომ შეცდომ არ დაუშვათ აი ამ ოქროშუალედის ძებნაში, რაზეც წეგან ვისაუბრეთ? ხო, მან არის ორი გამოსავალი. ერთი არის საუბრით, ასე ვთქვათ, არის როგორ დავხო ადმინისტრაციული კონტროლი, როგორ ანუ ცნობიერების ამაღლება ბავშვის, მათ შორის ჩვენი ცნობიერების გაზრდაც, მათ შორის ჩვენ ცნობილიყოთ დაკავებული იმით, რომ გარკვეული კვლევების შედეგებს გავეცნოთ, რაღაცა სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნოთ და ასე შემდეგ და ამის შესაბამისი ენით ბავშვთან მიტანა და მეორე არის ტექნიკური კონტროლები. ანუ როდესაც მე ეგრეთწოდებული parental კონტროლებით, როდესაც მე შემიძლია ვმართო ჩემი შვილის მოწყობილობა, ის იქნება პლანშეტი თუ smartphone და იქ გავაკეთო ისეთი ტიპის კონტროლები, რომ მაგალითად მივცე მას გამოიყენოს ტელეფონი მარტო დილის 7-დან საღამოს 10-მდე. მე თუ არ მინდა რომ თქვა 10-ის მერე საწოლში რომ დაწვევა ბავშვი იქ ტელეფონში იყოს კიდევ პირობითად საბან გადაფარებული და თამაშობდეს ისეთ თამაშს, საიდანაც არ იცი ვინ გამოხტება და ეს საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. ვაკონტროლებ იმას რა ტიპის თამაშები, ანუ რა ტიპის თამაშები და აპლიკაციები დაყენდეს ტელეფონში. როდესაც რაღაცას ვაეფრუებ, ასე ვთქვა და ვადასტურებ, ხო ამ ტელეფონში რა დადგეს. მე ამ დროსაც მიწევს შვილთან ურთიერთობა, ანუ ის მისაბუთებს რა აპლიკაცია ჭირდება, მე ვაფასებ გარკვეულწილად რისკებს, რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული, თუ მე ვხედავ რომ ისეთი აპლიკაცია, რომელთაც უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის ვიდრე სარგებლის, მე ვცდილობ მას აუხსნა და მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მე ეგრეთ წოდებული თეთრესი ან white list შეგვიძლია გქონდეს აპლიკაციაში, ესა პროგრამაში, რომელსაც ჯას ნებას ღვთაურ მხოლოდ ესენი გამოიყენოს. ასევე პირობითად თუ ვაძლევ ნებას რომ გამოიყენოს YouTube-ი, მე შემიძლია ის შევუზღუდო, რა ვიცი, მაქსიმუმ 30 წუთი დღის განმავლობაში გაკვეთილების სწავლის ასე თქვა სწავლას შორის რომ დასვენება შეიძლება უნდოდეს ბავშვს, მაშინ დასკროლოს.
მაგრამ ეს არ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ თქვენს კარგად მოგიხსენებათ, რომ სკროლობს, რომ ვიწყებთ შეიძლება 3 საათი ისე გავიდეს, საერთოდ ისე დაღამდეს. ბრეიროტების მოსმენაში ხო, რასაც რა ვიცი, ერთად რო იკრიბებიან, თან მხოლოდ აი ამ ჰანგებს გამოსცემენ. მე ეხლა ჩემ ამ ზაფხულს რასაც დავაკვირდი, მათ ქცევას. არის თუ არა ეს საგანგაშო, რა ამის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ მშობლებმა თუ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ხო ერთი ნიუანსი კიდე ანუ მნიშვნელოვანია ბავშვი ძირითადად იქცევა ისე როგორც მისი მშობელი იქცევა. ანუ როდესაც დაღლილი მოდიხართ სახლში სამსახურიდან, ჩაჯდებით სავარძელში, ავი ჩაის დაიდგავთ და დაიწყებთ სკროლას, ბავშვი ამას ხედავს. ანუ მასაც უნდება შენ რო აკეთებ, მე რატომ მიშლი, ანუ ხო, ჩემი შვილიც ამას უნდა ხო, მაგალითად ერთ-ერთი შეთანხმებისაგან იყოს, რომ მოდი შენს და მე რა ნუ ვდებთ ხოლმე ესე. მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება საქმე გაქვს უბრალოდ არ სკროლა უბრალოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებ, მაინც აქვთ ხოლმე ამ მიმართულებით პრეტენზიები, რომ მაშინ მეც ავიღებ. კი, და ლოგიკურია ეს პრეტენზიები, იმიტომ რომ ის ხედავს, რომ შენ ისე იქცევი და მე რატო არ უნდა მოგიქცევი. რა თქმა უნდა, რაღაცას თუ უგზავნობა შენ თუ რატო აკეთებ, ბუნებრივი შეკითხვაა, ცხადია და ეს ყველაფერში ითარგმნება ეგრევე. გარდა ამისა, მაგალითად თუ წიგნის კითხვაზე, ხო შეიძლება ბავშვს ვეუბნებოთ, რომ წაიკითხე წიგნი მხატვრული თეატრმა. მე თვითონ თუ არ ვკითხულობთ რა. კი ბატონო. შესაბამისად ის ხედავს, რომ მე წიგნის კითხვას მაძალებს მშობელი, მაგრამ თვითონ ტელეფონში სკროლობს. ეგ ძალიან როცა ბავშვს არ უნახავს არასდროს მშობელი, რომელიც წიგნთან არის და კითხულობს და მას დროს თხოვენ ხოლმე პროტესტი უჩნდება ყოველთვის ხო. რასთან შეიძლება მიგვიყვანოს უკონტროლობა ამ ციფრულ სივრცეში, გარდა კიბერბულინგისა და გარდა იმისა, რომ გარკვეულ ფსიქოლოგიურ სტრესებს შეიძლება ბავშვი წააწყდეს, ამის გარდა მე მახსოვს არ დავასახელებ ხა იმ ოდესღაც პოპულარული თამაშის სახელს, მაგრამ რაღაც სუიციდამდეც კი მისულან ბავშვები. არაერთ შემთხვევა სუიციდი. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან და რა შეიძლება იყოს ბერკეტი, როცა სახელმწიფო არ ავლენს თავის კეთილნებას. ყველა ეს ცუდი რაც გამოიწვიოს, არის თვითმკვლელობა ბავშვის. იქიდან გამომდინარე, რა წინაპირობებზეც ვისაუბრეთ, ეს არის კიბერბულინგი, ფსიქოლოგიური პრობლემები, თავის-თავში ჩაკეტილობა, ვერავისთან საუბრობს ამ პრობლემაზე, იმდენად დამცირებულად გრძნობს თავს თანატოლების მხრიდან, რომ გამოსავალს ვერ ხედავს, ის მათ შორის ვერც მშობელთან ვეღარ ხედავს, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას, ანუ ვერ იღებს მხარდაჭერას მშობლისგან და საქართველოში სამწუხაროდ და სოფლიოში არაერთ შემთხვევა, როდესაც თვითმკვლელობამდე მივიდა ბავშვი. კიდე ეს არ ვიცი შენთან რამდენად მოემართება ეს კითხვა, უფრო ალბათ ფსიქოლოგიის არის, მაგრამ მაინც თუ გექნება ინფორმაცია საინტერესოა, თუ შეიძლება ან თუ ქონია შენს პირად პრაქტიკაში მსგავსი გამოცდილება, რაიმე ნიშნები როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ბავშვი ან კიბერბულინგის მსხვერპლია, ან რაღაც გავლენის ქვეშ არის, მოკლედ ამ ციფრული პლატფორმების. როცა უნდა მივხვდეთ, რომ განგაში სიგნალი არის ასამთები. მაგის პრევენციული ქმედება ბავშვთან მუდმივი კომუნიკაცია. გამოკითხვა იმაზე რა ხდება მის სამეგობროში, რამე ხო არ უჭირს, თქვათ როგორი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან, მათ შორის კომუნიკაცია მის მასწავლებლებთან სკოლაში, იმის მოსაკითხად თუ როგორი თქვათ დასწრების და ნიშნების, ასე თქვათ, შედეგები როგორ არის, ხო არ გაუარეს და მისი სწავლის დონე და ანუ ჩვენ აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ან ეს იქნება ერთადერთი პრევენციული ღონისძიება. ჩვენ თუ მათთან ურთიერთობა არ აქვს, ვერ შევამჩნევთ იმას, რომ მას რამე პრობლემა აქვს, ის იკეტება ოთახში და კაცმა არ იცის რა შვებას ქროლავს, ტირის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ არ ვიქნებით ჩართული ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერც გავიგებთ, მას პრობლემა აქვს თუ არა. ერთ-ერთი პრევენცია და გამოსავალი ალბათ კომუნიკაცია იქნება და ყოველდღიური ურთიერთობა შვილთან. და აი ბავშვების შემთხვევაში ალბათ TikTok-ი მაინც არის ყველაზე პოპულარული პლატფორმა დღეს, ხო არ ყველაზე მეტ დროს ატარებენ TikTok-ს. თვითონ TikTok-ს აქვს თავის პოლიტიკა, რომ ბავშვები არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისთვის აპლიკაციის მოხმარება, ვიდეოების გადაღების შემთხვევაში თუ კი აღმოაჩენს ამით და რეპორტებს, რომ ბავშვი დევა TikTok-ი შლის ამას, ამ დროს მშობლის პასუხისმგებლობა ალბათ გაცილებით უფრო დიდია, მაგრამ ყველაფრის კონტროლი, როგორც ესილი თქვა, ცოტა რთულია. თუ შეიძლება რომ სახელმწიფო ჩაერთოს რაღაც ბერკეტი შეზღუდვის ნაწილში, მაგალითად, ბავშვებთან მიმართებაში რაღაცა ასაკობრივი შეზღუდვა იყოს აპლიკაციაზე, რომელიც მის ქვეყანაში ან მის ქვეყნის აპლიკაცია არ არის, ხო? ანუ თუ შეიძლება სახელმწიფო ამ დროს რომ რაღაც ბერკეტით შედიოდეს. ტექნიკურად, პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთ-ერთი რაც სახელმწიფოს ევალება არის ცნობიერების ზრდა. მათ შორის განათლების სისტემაზე თქვით და ეს არის გარკვეული ხედვა და პოლიტიკა ქვეყნის დონეზე, რაც სახელმწიფოს ევალება შექმნას ისეთი სასწავლო მასალა და მიდგომა, რომ მეტად დაცული იყოს საზოგადოება ამ ქვეყანაში მსგავსი ტიპის საფრთხეების მიმართ. ტექნიკური შეზღუდვები და ზოგადად შეზღუდვები, როგორც ვახსენეთ, გამოსავალი არ არის და ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქვეყანამ შეუზღუდოს 18 წლამდე ასაკის ადამიანს გარკვეული კონტენტი
და 18 წლის ზემოთ თუ თვითონ აპლიკაცია არ ზღუდავს ან ის გარემო არ ზღუდავს ამ შემთხვევაში მშობელი არ ზღუდავს ასეთ ტიპის კონტენტზე წვდომას, ხო? ერთადერთი როლი სახელმწიფოს აქვს გარკვეული გრძელვადიანი თუნდაც გეგმის შემუშავება. მე ვისურვებდი რომ მაგალითად იგივე თუნდაც ბილბორდებზე რომელიც ქუჩაში არის სხვადასხვა ამაზრზენი თემატიკის ნაცვლად ყოფილიყო ცნობიერების ასამაღლებელი თქვათ მესიჯ ბოქსი რომელიც უბრალოდ მანქანით რომ მიდიხარ ან ფეხით დადიხარ ხდება და ის ილექება შენში ხო რეკლამები რომელიც შეიძლება ტელევიზიაში გადიოდეს მათ შორის თქვათ სხვადასხვა პროდუქტის გაპიარებას შორის ყოველ მეხუთე იყოს ისეთი რომელიც საზოგადოებაზე იქნება გათვლილი ან მასაზე იქნება გათვლილი და არა კონკრეტული პროდუქტის მომხმარებელზე და რეკლამაზე და მე უკვე განათლების რეფორმა სამინისტროში და სკოლების მიდგომა უკვე ბავშვებთან მიმართებაში. ერთსაც ვიკითხავ ბოლოს საუბრის დასასრულისკენ, როცა ვახსენებ და ვამბობთ ბავშვებს. მან სამართლებრივ ასაკს გულისხმობთ გარკვეულწილად თუ როდემდე ითვლება მოწყვლადი ჯგუფად ბავშვი ტერმინოლოგია ტერმინი ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციისთვის თქვენი შეფასებით. ითვლება 13 წლამდე. 13-14 წლამდე და კონტენტის ასაკობრივი ჯგუფებით დაახლოებით ესე არის დაყოფით თქვა 6 წლამდე, 6-დან 9 წლამდე და თქვა პირობითად 9-დან 13 წლამდე. ანუ 13 წლის ზემოთ 13-დან 18-მდეც არის რეინჯი და მე ნუ 18 პლუს უკვე ვიცით და თქვა რა კონტენტიც შეიძლება იყოს, ხო? ანუ პოტენციურად 13 წლიდან 18 წლამდე არის ის შუალედი, როდესაც შეიძლება უკვე მეტი თავისუფლება კონდეს ბავშვს და შედარებით უფრო ჩამოყალიბებული ფსიქიკის იყოს, რადგანაც მას შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს და ასე ვთქვათ გამოიტანოს აზრი კონკრეტული ის იქნება არცი ბულინგის თემა თუ დეзинფორმაცია თუ ასე შემდეგ. 13-14 წელი არის ის ზღვარი, როდესაც შეგვიძლია ციფრულ სამყაროში ვთქვათ, რომ ბავშვობა დასრულდა. თან ერთ-ერთი ყველაზე რთული ასაკობრივი ჯგუფია. ჩვენ ახლა როგორც